ლაიფის ხმები და მაგაზეც კი არის დისლაიკი, ანუ ეს რაზე ამბობს იმაზე, რომ ყველაფერი არ მოეწონება, რა თქმა უნდა, და რაც მე მომწონს, სხვას არ მოეწონება, მაგრამ ჩემი პერფექციონისტობა მაგას ვერ გებულობდა. მოკლედ ბოლო ერთი კვირა დავფიქრდი მაგაზე მეტი. ზოგადად ეგრე ვაკეთებ ხოლმე, ანუ რაც მე მომწონს მაგას ვიღებ, ან თუ არ მომწონს არ გადავიღებ რა. ტრიგერი, ანუ მე მაგალითად არ მომწონს ძალიან სწრაფი ASMR-ები. შესაბამისად ეგეთ ASMR-ებს ჩემს აკაუნტზე ვერ ნახავთ, იმიტომ რომ არ მომწონს და არ მინდა მაგის გადაღება ხო. საღადავიცით რა არის და ერთი გოგოს ASMR არტისტის ვიდეოს ვუყურე, სადაც კითხვაზე პასუხს სცემდა და თქვა, რომ კითხვა დაუსვეს, რომ შენ ASMR-ებზე ჩაგძინებია შენ ASMR-ებზე და თქვა, რომ არ უყურებს მის ASMR-ებს, იმიტომ რომ არ მოწონს. მე პირადად არ მომწონს ჩემი ASMR-ები, ეგრეთ სანაც არა, უბრალოდ რომ ვუყურებ არ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ ვაუ ჩამეძინება ახლა. ეგეთი არ მაქვს, იმიტომ რომ ალბათ ვინ შეგეთი რაღაცის არა ჩანერგებული, არ ვიცი, რომ შენ თავს მაინც რომ უყურებ თან ეგეთ მხრივ რა, ანუ ჯურჯულში რო ხარ ეს მაინც ვერ განიცდი ეგეთ იმას, რომ ხახდებით და თურმეანანო არის ეს ძალიან ნორმალური. მე მეკონა მეთქი თუ მე ჩემი ვიდეოები არ მომწონს, ანუ სხვასაც არ მოსწონს, მაგრამ არა კომენტარებს რო ვკითხულობ მიხარია, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა კომენტარს ვერ ვკითხულობ, მაგრამ რა ვიცი, ბევრს ვამჩნევ რა, ანუ არა ეგეთი, რომ თუ არ გამოჩნდა კომენტარებში შეიძლება ვერ ვნახო ხო და არ ეხანდახან რო არ აჩვენებს, მაგრამ უმეტესობას ვკითხულობ და ანუ რო ვკითხულობდი მეთქი ვერ ვიჭირებდი, მეთქი რა მართლა მოსწონთ, ვაუ, მაგრამ და მე დავიწყე, იმიტომ რომ მომწონდა და რომ მეცადა რაღაცის ეგეთი ვიდეოების გადაღება და მეთქი ვაუ, ანუ მოსწონდა სოციუმში რო ვიზრდებით, ანუ ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია რა მხარდაჭერა, სხვისი აზრი რას იფიქრებენ ჩვენზე, როცა იდეაში ანუ ისიც იგივე ადამიანია და მასაც იგივე შფოთვა აქვს, იგივე შიშები და მაგაზე რო ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, რომ ანუ ხო ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ იდეაში პრობლემები ძალიან ძნელია, რომ რაღაც შენ პრობლემა გაქვს ცხოვრებაში, რომელიც მარტო შენ გაქვს, ანუ სხვას არ აქვს, ამდენ ადამიანებში დედამიწაზე ძალიან ძნელია რომ გამონახო, ვისაც არ აქვს რა და
იმიტომ რომ ზოგადად მე სპორტის ხოცულ მიყვარდა რა, ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი რა და თან ანუ ყოველ დილით აი ბოლო 3 წელია ან რა ვიცი 3 მეტი არ იქნება 3 წელია ყოველ დილით აი რო არ გავაკეთო რაღაცნაირად ვარ რა რო ვიღვიძებ რო ვიწესრიგებ თავს ძალიან მიყვარს გაწელვების გაკეთება ანუ ელემენტარული თავის ასე ისეთი ხელები ხდებით ძალიან კარგია ხალხო იცით მე რა კარგ ხასიათზე ვდგები რაღაცნაირად ცხელ რაღაცნაირად მოკლედ აი ხასიათიც კი მეცვლება ჩემს ხელს რომ ამოძრავებ სცადეთ თქვენც თუ ფიქრობთ ხოლმე რომ ცხოვრება არის ცუდი ხანდახან უბრალოდ ჩვენი სხეული რო დახრილილია მე ტვეიშიც იგივე აზრები მოდის აი მართლა რა ერთი მინდა რა ეგეთ რაღაც გავაკეთო რომ ოთახი შევქმნა იზოლირებული ეხმა რა ვქონდეს ანუ ერთი ოთახი გავაკეთო ეგეთი ხოდა მოკლედ მუშაობა მინდა სპორტი უაჭველი იმიტომ რომ თან სხეული აი რა იცი ჩემი სხეული საკმაოდ მომწონს რა უბრალოდ კონტოვანი მასა მინდა რა უაჭველი იმიტომ რომ მომწონს აი ეს სიძლიერის შეგრძნება აი ტონუსში რო გაგთან ანუ ზურგის კუნთები ძალიან მინდა იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ვარ მოხრილი და მინდა რომ ანუ ისე იყოს ტონუსში იყოს რა იმიტომ რომ თან საკმაოდ სუსტი კუნთი მაქვს ზურგის ხელიცაც დავმოღამე ამიტომაც ხოდა ან სავარაუდოდ სპორტ დარბაზში შევალ მაგრამ თან ვფიქრობ რომ არ შევიდე იმიტომ რომ შეხეხალი ჩასხო ვიყიდი განტელების სახში მაქვს და ჯობს ეგრევე წონა კი არა ჩემს წონაზე ვივარჯიშო რა ანუ კარდიოები სააჯმანიები ესა და უფრო მოვიყვან ტონუსში სხეულსაც ჯერ ამით დავიწყებ რა თქმა უნდა თან სპორტ დარბაზიც მინდა ვცადო თან იოგაც მაინტერესებს მედიტაციაც აი მე იმენა მედიტაცია არ ვიცი გამეკეთებია თუ არა იმიტომ რომ სწორი როგორია მე რა ვიცი უბრალოდ კი იყო მომენტი რომ ძალიან ისე რომ ვიყავი დავჭექი